მოგესალმებით ძვირფას ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა მე ვარ ფერმერი. დღეს ჩვენი გადაცემის სასაუბრო თემა იქნება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი პროექტი, როგორ მიმდინარეობს ის ჩვენს რეგიონში. ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან თბილისის სტუდიაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი პროექტის მენეჯერი დავით კიკნაძე, ბათუმის სტუდიაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ანზორ ფერცელიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის მიმართულებით მირანდა წეროძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. სანამ დიახ კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მოგიხადოთ, რომ დღეს ხართ ჩვენს გადაცემაში და სანამ საუბარს გავმართავთ, მე მინდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი, რომელიც მოვამზადეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. საგარმიდამო მონაკვეთების დამუშავების შემდეგ ფერმერებმა სასოფლო სამეურნეო სავარგულებში გადაინაცვლეს. მის პროცესი აგროვადების დაცვით დაიწყო. ბარათები დაგვირიგდა დროულად, შეფერხებები არ ჰქონია შეფერხებებს ადგილი, დროულად დაიწყო ხმა, ძალიან კარგად და ენერგიულად დაიწყეს მუშაობა. არც ერთ წელიწადს ასე ადრე არ ყოფილა დახნის პროცესები. ფიქრობ, რომ საუკეთესო მოსავალი იქნება, თუ ჩვენ შევუწყობთ ხელს, რა თქმა უნდა. გასულ წელშიც დახნა ჩვეულებრივად უფასოდ დაიხნა, სასუქები მივიღეთ დროულად, მაგრამ წელს უფრო ადრე დაიხნა გაცილებით გასულ წელთან შედარებით. წინსვლა იგრძნობა, რა თქმა უნდა. მრავალჰექტარიანი სასოფლო სამეურნეო სავარგულების დამუშავება ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად აჭარაშიც მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ფერმერებმა, რომლებსაც 2500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობები გააჩნდათ, სახნავი ბარათები უკვე მიიღეს. თანხა, რომელიც ეგრეთ წოდებული ვაუჩერის ნომინალურ ღირებულებას შეესაბამება, დახმის საფასურს სრულად ფარავს. დროულად დავიწყეთ საგაზაფხულო ხნა. მე არც ერთ წელიწად არ მახსოვს ასე ადრე, როდის მე დაგვეწყო დახმნა. სასოფლო სამეურნეო ბარათები, რა თქმა უნდა, წაგვადგა, ვისაც 2500 მეტრზე მეტი ჰქონდა, ყველა მიიღო ბარათები, ვისაც 2500-ზე ნაკლები იყო, ის ყველა დაიხნა. ასე რომ ყველა ნიადაგი დახნული არის, პრობლემა არავის არ აქვს. თანხა შარშან სხვანაირი იყო. 30 ლარი იყო დახნა, ვისაც ბარათი არ ჰქონდა და წელს საერთოდ ფულზე ლაპარაკი არ არის. ყველა ნიადაგი დაიხნა უფასოდ. წელს უფრო მეტი ტექნიკა შემოვიდა, მეტი ის იყო და არ იყო პრობლემა, ვისაც ჰქონდა ავტობარათები, ყველა მიიღო და ვისაც არ ჰქონდა, იგიც დაიხნა. სასოფლო სამეურნეო სავარგულების უსასყიდლოდ დამუშავება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მექანიზატორის კუთვნილი ტექნიკით ხორციელდება. კომპანიას, რომელიც 100%-იანი სახელმწიფო წილით არის დაფუძნებული, სახნავი საშუალებები ყველა მუნიციპალიტეტში გააჩნია. მექანიზატორის ჩაქვის ფილიალის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტებში მიწები გრაფიკის მიხედვით ეტაპობრივად დაიხსნება. ხულოში და შუახევში დამატებით ჩვენ ყავს მუხლუღა ტრაქტორები, სადაც რომ ფერდობებია და შეუძლებელია ჩვეულებრივი ტრაქტორების შესვლა. მზადა ვარ და ჩვენ ტექნიკა მზად არის, რომ აგროვადებში ჩაეტიოს და საგაზაფხულო ხნები ჩაატარონ დროულად. მაგრამ თენ მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა ითხოვს ადრე დახმას, სადაც თოვლი არ არის, თოვლის საფარი არ არის, იქაც მიდის მუშაობა თითოეული ტრაქტორით, აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საწვავი დროულად გვაქვს, ტრაქტორები მზად აქვს და ხელშემწყობი ტრაქტორები ფაქტობრივად არ აქვს. წელსვე პირველად მას, ვინც სახნავ ბარათს ვერ გამოიყენებს, საშუალება ეძლევა მისი ნომინალური ღირებულება სასუქებისგან პესტიციდების შესაძენად გამოიყენოს. დიახ, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი საუბრის თემა არის საგაზაფხულო სამუშაოები და პროგრამა სახელმწიფოს მიერ შექმნილი მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშემწყობი. ბატონ დავითთან მექნება ესეთი შეკითხვა. ბატონო დავით, იქნა თუ არა გათვალისწინებული შარშანდელი ხარვეზები და როგორ მიმდინარეობს წელს ბარათების გადანაწილება მოსახლეობაზე, აქვს თუ არა რაიმე ექსცესებს ადგილი და რა ეტაპზე ვართ დღეს? მოგესალმებით. მინდა მოგილოცოთ წინასწარ აღდგომის დღესასწაული. რაც შეეხება კითხვას, არანაირ ექსცესებს ადგილი არ აქვს. ყველანაირად დაცვით მიდის, სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგება უკვე დავასრულეთ და აგრობარათების დარიგება მინდა შევახსენო, მაყურებელს ვისარგებლო თქვენი ეთერით და
უთხრა ჩვენი ბენეფიციარებს, რომ Liberty Bank-ის ნებისმიერ ფილიალში უნდა ვიბრძანდნენ და აიღონ აგრობარათი და უპრობლემოდ ჯერჯერობით უპრობლემოდ არის ეს აგრობარათების გადაცემა და სასოფლო-სამეურნეო ბარათები, რომელიც ითვალისწინებს მიწის დამუშავებას მოხნას, უკვე დამთავრებულია მისი დარიგება მთელ საქართველოს მასშტაბით. მე მინდა მოკლედ გითხრათ აჭარის რეგიონის შესახებ თუ მე მაინტერესებს ბარათები თუ კი დარიგდა, ეგ ძალიან კარგია და ჩანს ალბათ აისახება უკვე მიმდინარეობაზე, ტექნიკასთან მიმართებაშიც თუ ვართ იგივენაირად მზად. დიახ, მზად ჩვენ წინა სიუჟეტში ვიხილეთ, რომ ძალიან მობილიზებულია შპს მექანიზატორი და ასევე ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება სხვადასხვა სატრაქტორო კომპანიებთან, სადღაც 104 სატრაქტორო კომპანიაა ჩართული შპს მექანიზატორის გარდა, რომელიც ეხმარება აი ამ პროექტს, რომ ჩვენ ბენეფიციარებს დროულად და აგროვადების დაცვით დაუმუშაოთ ყველანაირი მიწა. გეტყვით, რომ ჩვენ აჭარის რეგიონში გეგმავთ სადღაც 6631 ჰექტრის დახვნას და დღეისათვის უკვე 278 ჰექტარია მოხნული, ეს შარშანდელთან შედარებით შარშან დღეისათვის იყო 45 ჰექტარი მოხნული და წელს უკვე 278 ჰექტარია უკვე მოხნული. ნუ საერთოდ ბენეფიციარები აჭარის რეგიონში 62106 ფერმერი მიიღებს სახელმწიფო დახმარებას და ეს სასოფლო-სამეურნეო ბარათი უკვე დარიგდა, როგორც მოგახსენეთ, 16585 ბარათი უკვე დარიგდა. დანარჩენი ეს 16585 და დანარჩენიც უკვე მიიღებს აგრობარათს Liberty Bank-ის ნებისმიერ ფილიალში, როგორც მოგახსენეთ. დიახ, ძალიან კარგია საგაზაფხულო სამუშაოებს პრინციპში ეთყობა, რომ წელს უფრო მობილიზებული და დახვეწილია ეს პროგრამა. მაინტერესებს შემდეგი შეკითხვა, ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილში გვეყოლება სტუმრად აგრომაღაზიების მეპატრონეები, რა თქმა უნდა, იმათაც დაუსვევ შეკითხვას, მაგრამ თქვენსგან მაინტერესებს, რა მექანიზმით კონტროლდება პესტიციდების და სასუქების ხარისხი და არის თუ არა მომხმარებელი დაცული, როდესაც მიდის სპეციალურად წინასწარ შეთანხმებულ მაღაზიებში, რომლის სიებსაც, რა თქმა უნდა, სააგენტოც ფლობს ეს პროგრამაც და სამინისტროც. გეტყვით, ჩვენ, როდესაც ყველა ამ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიასთან გავაფორმეთ მოგეხსენებათ ხელშეკრულება, გვაქვს ხელშეკრულების ერთ-ერთ პირობად დანართად ჩამონათვალი ამ საქონლის, ეს არის სასუქი შხამქიმიკატები და სათესლე მასალა და ჩვენ ვითხოვდით ხელშეკრულებას არ ვაფორმებდით იმ საქონელზე, თუ სურსათის უნებლობიდან არ იქნებოდა სერტიფიკატი გავლილი აი ამ თუ იმ საქონელს და მხოლოდ იმის შემდეგ შეგვქონდა საერთო სიაში და შესაბამისად ხელშეკრულებაში. ამით ჩვენი ფერმერი დაცულია, რომ შეიძენს კარგ საქონელს და გამოცდილ საქონელს. რაც შეეხება ფასებს, ასევე ჩვენ ზრული ფასები დიახ ზუსტად ფასებთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ასევე არეგულირებთ ზედა ზღვარს ღირებულებისას მაღაზიებში გასაყიდი სასუქის იქნება თუ პესტიციდის და აი ამ მაღაზიებზე მიმწოდებლებს თუ კონტროლებთ ზედა ზღვარს, იმიტომ რომ ჩვენ ამ თემასთან მუშაობის დროს წავაწყდით ესეთ სიტუაციას, რომ მაგალითად რუსთავის გვარჯილას შემთხვევაში ადგილზე ქობულეთში მიტანილი 1 ტომრის ფასი დაახლოებით 39 ლარი და 10 თეთრია. ზედა ზღვარი კი 40 ლარი, ანუ გამყიდველს რჩება სადღაც 90 თეთრიანი ფასნამატის საშუალება. რა თქმა უნდა, კარგია ფერმერის ინტერესებიდან გამოსვლა, მაგრამ თუ კი ჩვენ არ გავითვალისწინებთ დავუშვათ მაღაზიის მეპატრონეების ინტერესებსაც, ხო არ დაირღვევა აქ სამართლიანობა და ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, იგივე რუსთავის გვარჯილას ფასი თურქეთში შეადგენს 24-დან 27 ლარამდე. ანუ თუ არის კონტროლი თვითონ მიმწოდებლებისაც ამ მაღაზიებზე? მოგახსენებთ, დავიწყეთ იქიდან, რომ ჩვენ ზედაზღვარი დაცული გვაქვს, რომელიც ფერმერს ამ ზედაზღვარის დევით არ უნდა მიეწოდოს ეს საქონელი. ამას ძალიან მკაცრად აკონტროლებს ჩვენი მონიტორინგი და დაწესებული გვაქვს და ხელშეკრულების პირობაშიც არის დაწესებული გვაქვს ჩვენ საჯარიმო სანქციები და
კიდევ ერთხელ გეტყვით, ძალიან მკაცრად კონტროლდება აჭარის რეგიონში, გეტყვით, რომ ამ დღეისათვის ერთი მაღაზიაც დავაჯარიმეთ უკვე რაღაც ფასნამათთან დაკავშირებით. რაც შეეხება მომწოდებელის კონტროლს, მომწოდებელის კონტროლი ალბათ თავისი საერთოდ ბიზნესია, თავისუფალი ბაზარია და იმდენად უნდა შეიტანოს თავის ქსელში ეს რაღაც ესა თუ ის საქონელი, რომ თავის ბიზნესი აკონტროლოს. რაც შეეხება თქვენ კითხვას რუსავის აზოტის შესახებ, ჩვენ ქონდა საერთოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქონდა ესეთი შეთანხმება მათთან, რომ ჩვენს პროექტში არსებულ და მონაწილე მაღაზიების მეპატრონეებთან დადებდა ყველასთან ცალ-ცალკე ხელშეკრულებას. თუ ჩვენთან ხელშეკრულება ქონდა მაღაზიის მეპატრონეს, გაითვალისწინებდა თუ რა რაიონში, რა რეგიონში, რა ახლა მანძილზე უნდა ჩასულიყო ესა თუ ის არა, ეს გვარჯილა და შესაბამისად გაუფორმებდა ხელშეკრულებას შესაბამის ფასად. ამიტომ შეიძლება აჭარაში იყოს ეს თქვათ ფასი, მე არ ვიცი, ეს 39 ლარი და ეს 10 თეთრის შესახებ და თქვათ უფრო ახლოს რუსთავისკენ იყოს უფრო დაბალი. მაგრამ ამის შეთანხმება იყო, რომ ამ ფასს არეგულირებდა თვითონ მომწოდებელი და შესაბამისად ჩვენ ვარეგულირებდით ზედაზღვარს, რომ ფერმერს არ გაზდოდა ამ სასუქის ამონიუმის გვარჯილის ფასი. ჩვენ უფრო ვაკონტროლებთ პირდაპირ გითხრათ, რომ ეს პროექტი უფრო ფერმერისთვის არის, მცირემიწიანი ფერმერისთვის და აი ეს ზედაზღვარს უფრო ვაკონტროლებთ, რომ ფერმერმა ეს შეიძინოს ესა თუ ის სასოფლო-სამეურნეო საქონელი იმ ფასად, რაც ჩვენ დადგენილი გვაქვს. ბატონო დავით, რო შევაჯამოთ თქვენი გამოსვლა, თქვენი შეფასებით ამ ეტაპზე შეგიძლიათ თქვათ, რომ წელს აგრობარათების, როგორც სახნავი, ასევე სასუქების ბარათები ექსცესების გარეშე ჩაივლის და თქვენ ხართ მზად წელს საგაზაფხულო სამუშაოები ჩაატაროთ იდეალურთან ახლოს მყოფი, თუ შეიძლება ესე ითქვას. წარმატებით. კი ბატონო, მოგახსენებთ აუცილებლად ექსცესების გარეშე მიდის, მოგახსენებათ, რომ პროექტი აქტიურ ფაზაშია და საზოგადოების დადებითად არის განწყობილი. მიიღო ყველამ თითქმის სასოფლო-სამეურნეო ბარათი, ეს მიწის დამუშავების ბარათი, სახნავი ბარათი და ასევე კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო, რომ ჩვენი ბენეფიციარი დროულად მივიდეს ლიბერტი ბანკის ნებისმიერ ფილიალში და დროულად აიღოს აგრობარათი, რის საშუალებითაც შეუძლია შეიძინოს სასუქი, შხამქიმიკატი და სათესლე მასალა, რომ რაღაც აგროვადების გადაცილება არ მოხდეს. სწორედ დანარჩენი არანაირ ექსცესებს ადგილი არ ექნება და როგორც შარშან 2013-ში აი რა ის გამოკითხვით ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად აღიარეს ჩვენი პროექტი, ასევე წელსაც აი ამ გამოკითხვით ერთ-ერთი წარმატებულ პროექტს ახორციელებს სასოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. მე გისურვებ წარმატებებს და ბოლო შეკითხვა, რატო გადაწყვიტეთ, რომ წელს დავშვათ სასოფლო-სამეურნეო იარაღების, საჭირო იარაღების შეძენა არ მოხდებოდა ამ ბარათებით და მარტო სასუქის შეძენა. ჩაითვალა, რომ შანშან საჭირო რაოდენობა უკვე აითვისა ფერმერმა თუ რაიმე კონკრეტული მიმართულება გაქვთ არჩეული დავუშვათ. დიახ, მოგახსენებთ ინვენტარი, მოგახსენებათ, რომ ერთწლიანი გამოყენების არ არის, თქვათ, რამოდენიმე წელს შეიძლება ფერმერმა გამოიყენოს და პირველი ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილების მიზანი, რომ ძალიან მიზნობრივად დავხმარებოდით მცირემიწიან ფერმერს და აი ამ პროექტის მიზანი რაც იყო, რომ ჩვენ მოგვეხნა მიწები და ამ მიწაში და დამუშავებულ მიწაში შესულიყო ეს სასუქი შხამქიმიკატები და დათესილიყო მოხნული მიწები, სწორედ აქედან გამოვედით და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბენეფიციარს, რადგან შარშან ქონდა იმის საშუალება, რომ შეეძინა ინვენტარი, წელს პირდაპირ მიზნობრივად რომ დავეხმაროთ, რომ ჩვენი მცირემიწიანი ფერმერი გახდეს უფრო ძლიერი ფერმერი და ჩამოყალიბდეს უფრო ძლიერ ფერმერად. დიდი მადლობა ბატონო დავით გადაცემაში სტურმობისთვის, გისურვებთ წარმატებულ გაზაფხულს და შემოდგომაზე ისევ დაგპატიჟებთ გადაცემაში. დიდი მადლობა.
ბატონო ანზორ, ქალბატონო მირანდა, მე თქვენთან მინდა გადმოვიდე შეკითხვით. მესმის რომ ბატონი დავითი იმ ეტაპიდან საუბრობდა, რომ თქვენთან ეს ბარათები უკვე მოწოდებულია. მე მაინტერესებს თემის გაგრძელება, რა თქმა უნდა ბატონმა დავითმა უფრო მეტიც ისაუბრა, რომ ეს ბარათები უკვე დანაწილებულია და სამუშაოებს შეუდგა შესაბამისი არენდატორები, ხელშეკრულების. რა მდგომარეობაა თქვენს მუნიციპალიტეტებში, ბატონი ანზორი ალბათ ნებას დაგთავს და დავიწყოთ მირანდათი, რა მდგომარეობაა ქობულეთში? რამდენად არის ათვისებული უკვე ბარათები მოსახლეობის მიერ? ჩვენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მივიღეთ 2404 ცალის სახნავი ბარათი. აგრობარათები კი არის 20243. სახნავი ბარათები სრულად დარიგებულია მოსახლეობაში და ხმნათესულად შესაბამისად მიმდინარეობს. ამ დროისათვის დამუშავებულია დაახლოებით 150 ჰექტარი შპს მექანიზატორის წარმომადგენლების მიერ. რაც შეეხება აგრობარათებს, ეს ბანკები გასცემს უშუალოდ ამ ბარათებს და ეტაპობრივად ბარათების აღებაც მოსახლეობის მიერ მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, ჯერჯერობით პრეტენზიით ანუ აქტიურობა სახეზე გვაქვს, ხო, მოსახლეობიდან. ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ შარშან იყო სხვადასხვა ექსცესებს ჰქონდა ადგილი, დაუშვათ ვიღაც გამორჩენილი იყო სიაში, ხან გამგებელს ამბრალებდნენ, ხან მინირწმუნებულებს. ეს სიტუაციები თუ არის თქვენს მუნიციპალიტეტში წეს, ანუ რაიმე ხარვეზებს თუ აქვს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და პროექტების მართვის სააგენტომ წელს დაუშვეს პრეცედენტი აჭარისთვის იმაში, რომ სიების გადახედვა მომხდარი იყო თავიდან. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ რწმუნებულებთან ერთად შეგვედგინა მაქსიმალურად გამართული სიები და მინიმუმამდე დავიყვანეთ, ესე იგი, შეცდომები. მადლობთ მირანდა და ბატონო ანზორ, თქვენთან იგივე შეკითხვით მინდა გადმოვიდე, რა მდგომარეობაა ხელვაჩაურის რაიონში და ძირითადად დღეს მოგიწვიეთ ხელვაჩაური და ქობულეთი, იმიტომ რომ ძირითადი სახნავ-სათესი ტერიტორიები ჩვენს რეგიონში სწორედაც რომ ხელვაჩაურზე და ქობულეთზე მოდის. ანალოგიურად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 16234 ბენეფიციარი ყავს, ვინც ჩართულია ამ პროექტში. აქედან 2173 ბენეფიციარმა მიიღო ეგრეთ წოდებული სასოფლო-სამეურნეო სახნავი ბარათი. დღეისათვის 1660 ბარათი უკან ბრუნდება, იმის გამო რომ რელიეფია ესეთი ჩვენს მუნიციპალიტეტში, სადაც მძიმე მექანიზაცია ვერ შედის, ამის გამო ხდება ამ ბარათების დაბრუნება, გადაიგზავნება მართვის სააგენტოში და შესაბამისი თანხები დაერიცხებათ იმ ბენეფიციარებს ეგრეთ წოდებულ აგროპლასტიკურ ბარათებზე, რითაც შეიძლება ეს საინტერესო თემაა, უფრო კარგად რომ აუხსნათ ჩვენს ფერმერებს, ანუ თუ კი მიიღო სახნავი ბარათი და რელიეფიდან გამომდინარე ვერ გამოიყენებს მექანიზაციას, შეუძლია დააბრუნოს და იმის შესაბამის თანხას უკვე აიღებს პლასტიკურ დაერიცხება აგრობარათებში, რომლითაც უკვე სასუქი და პესტიციდი დამატებით შეუძლია შეიძინოს ასევე სასთესლე მასალა. ფაქტიურად არ კარგავს, ხო, მისთვის გამოყოფილ თანხებს ამ შემთხვევაში. და აქტიურობა, ანუ თქვენს მუნიციპალიტეტშიც თქვენი მოყვანი ციფრებიდან გამომდინარე უკვე აქტიურ ფასაჟია შესული და ხარვეზები თუ გამოვლინი დღეისათვის არანაირი ხარვეზი არ არსებობს. მიმდინარეობს უკვე მოხდითი სამუშაოები, თქვენ სიუჟეტიდან ჩაგვარდა. თქვენ მუნიციპალიტეტი იყო ჩვენ სიუჟეტში, გამოსულია ტექნიკა მინდვრებში და მიმდინარეობს ხნათესვა. ძალიან კარგი წარმატებულად მიმდინარეობს ეს პროექტი წელს განსაკუთრებით. ძალიან საინტერესო, ანუ გასაკვირი არც უნდა იყოს, იმიტომ რომ შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ალბათ პროექტი უფრო დაიხვეწა და უფრო მოქნილი გახდა და აქედან გამომდინარეც ნაკლები პრობლემა გვაქვს და უკვე საქმეზე ვართ გადასულები. მირანდა მაინტერესებს ქობულეთში ძირითადად მეციტრუსები ფერმერები ყავს, რა თქმა უნდა, სახნავ-სათესთან ერთად ამ ბარათების, ანუ სასუქების ასათვისებლად როდიდან შეეძლებათ უკვე არის ძალაში შესული თანხები დარიცხული თუ როდიდან დაიწყებენ უკვე ათვისებას, ანუ სასუქისთვის ეს აგრობარათს გულისხმობ, არასახნავს. აგრობარათის აღებისთანავე ფერმერს შეუძლია მივიდეს შესაბამის მაღაზიებში. მოდი საიდან დავიწყოთ, უფრო გასაგები რომ იყოს. მე მესმის სახელმწიფო აპიარებს, მაგრამ შეიძლება ჩვენს მაყურებელს ჯერ არ აქვს ინფორმაცია. ფერმერი არის რომელსაც უწევს ეს ბარათი, რა უნდა გააკეთოს, სად უნდა მივიდეს ეს რომ გამომართოთ. პირველად პირველად საერთოდ ხდებოდა სიების შედგენა, ყველას მოიხსენება ეს, რომელსაც ახორციელებდა თემის რწმუნებული. ფერმერები აწერინებდნენ თემის რწმუნებულებს სახნავ ან მრავალწლიან ნარგავობას, შესაბამისად იმ ფართობების რაოდენობას, რაც მათ გააჩნდათ.
ფერმერი, რომელსაც გააჩნია სახნავი ფართობი და ამავდროულად მრავალწლიანი ფართობი, შესაბამისად სარგებლობს ღებულობს მხოლოდ და მხოლოდ სახნავ ბარათზე. ხოლო ფერმერი, რომელსაც გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ მრავალწლიანი ფართობი და არ აქვს მითითებული სახნავი ფართობი, შესაბამისად სარგებლობს ღებულობს მრავალწლიან ნარგაობაზე. ეს არის აგრობარათი შესაბამისად. აგრობარათების აღება ფერმერებს შეუძლია ლიბერტი ბანკის, როგორც ბატონმა დავითმა აღნიშნა, ლიბერტი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. შეუძლიათ მივიდნენ წარადგინონ თავიანთი პირადობის მოწმობა და შესაბამისად სიების საშუალებით ისინი ნახავენ შესაბამისად და მიეცემათ ბარათი. თანხას არანაირს არ იხდის ფერმერი არანაირი თანხას გადახდა საჭირო არ არის. პროექტების მართვის სააგენტოსა და ლიბერტი ბანკის თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება ეს. და რამდენად უხვია დავუშვათ მაღაზიების რაოდენობა, ხომ არ იქნება პრობლემები, რიგები, დავუშვათ ამ საკითხს რა თქმა უნდა უკეთესად მაღაზიის მეპატრონებთან შემდეგ გადაცემის მეორე ნაწილში გავშლი, მაგრამ რამდენად არის გამგეობა დავუშვათ მუნიციპალიტეტის ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით. თვითონ მაღაზიები რეგისტრირდებოდნენ სოფლის სამინისტროში თბილისში და შესაბამისად ამ მაღაზიებს აქვთ აღჭურვილობა ყველაფერი იმისა, რომ ბარათების განახდება მოხდეს მათთან სპეციალური ბანკომატების საშუალებით. ქობულეთში რამოდენიმე მაღაზია არის, მაგალითად 3 მაღაზია ვიცი, რომელიც ამ ეტაპისთვის არის მზად ბარათების განახდებისთვის და ეტაპობრივად. ანუ ქობულეთის მუნიციპალიტეტი მზად არის საგაზაფხულო სამუშაოებს შეხვდეს ესე დაგეგმილი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევხვდეთ კარგად. მაქსიმალურად ვცდილობთ. წარმოადგენს და ბატონო ანზორ თქვენთან რა ხდება ამ კუთხით მაღაზიებს გულისხმობ იგივე ბარათებთან დაკავშირებით. ანუ ფერმერი უფრო გაცნობიერდა დავუშვათ წელს ამის გაგებაც მინდა უფრო მიხვდა როგორ უნდა მოიქცეს, ვის უნდა მიმართოს. ხშირ შემთხვევაში შარშან ძირითადი ხარვეზები აქედანაც გამომდინარეობდა, რომ ხშირ შემთხვევაში არ ეუბნებოდნენ ზუსტ ფართს, რაღაც შიშები ქონდათ თავის ახნავს ათეს, არ იცოდნენ ვის უნდა მიემართა წელს. ფერმერიც თუ გახდა უფრო აქტიური. პრობლემა შეიძლება ითქვას აღმოიფხვრა. იმდენ რამდენად ფერმერები, ჩვენი ფერმერები დარწმუნდნენ იმაში, რომ არანაირი ხიფათი არ იყო ამ პროექტთან დაკავშირებით, პირიქით სარგებელი იყო და შესაბამისად ყველა ფერმერმა აღწერების დროს უჩვენა ის მიწის ფართობები სინამდვილეში რაც გააჩნდათ მათ ფაქტიურ თუ ასევე სარგებლობაში არსებული მიწის ფართობები. ასე რომ მე რამდენადაც ჩვენ ინფორმირებული ვართ წელს მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია და შარშანაც თუმცა იყო რაღაც ხარვეზები შარშან მაგრამ წელს გამოსავდა და წელს მზად ანუ პროგრამის დახვეწა გასაგებია ახლა შარშან ძირითადად უფრო პოლიტიკური მიდგომა ჰქონდა ამ საკითხს ოპონენტები ყავდათ რომლებიც აკრიტიკებდნენ თუმცა ლოგიკურია რომ ნებისმიერი პროგრამის დაგეგმარებისას პირველი წელი ანუ პირველი საწყისი პროგრამა რაღაც ხარვეზების გარეშე ვერ ჩაევის თუ ამას ვიტყვით მაშინ რაღაცას მალავთ ხო ეს ფაქტია და ამის დამალვა ფაქტი არის ის რომ შარშან და წელს არ დარჩა მიწა დაუხნავი და დაუმუშავებელი. სახელმწიფოს მიდგომაც ზუსტად ეს იყო, რომ დამუშავებული იყო მიწა, დახნულიყო და ზედ მოეყვანათ მოსავალი. ანუ ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებას და ძირითადი თქვენი პოლიტიკური გუნდის ახლა მაინც პოლიტიკას ვერ გავხსნებით, იმიტომ რომ თქვენი პოლიტიკური გუნდის განაცხადი იყო, რომ სოფლის მეურნეობა არის სტრატეგიული მიმართულება დარგი ქვეყნისთვის და ჩვენ სახეზე გვაქვს უკვე ფაქტებიც დაუშვათ რომ სახელმწიფო დებს სუბსიდირებას იგივე ციტრუსის მიმართულებით, ნიადაგების გაკეთილშობილების მიმართულებით, ხნათესვის, რამდენად ფლობთ ინფორმაციას სამომავლოდაც იგეგმება ეს პროექტი გაგრძელდება, დაიხვეწება, თუ იგივე ფორმატით თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. ეს სამწლიანი პროგრამა ეს მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტი. არა მარტო ეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, არა მარტო ეს სასოფლო სამეურნეო ბარათები, მრავალი მიზნობრივი პროგრამები მიმდინარეობს ეს უკანასკნელი 2 წელია. ენერგიები ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გქონდა გადაცემა, მაგრამ აღსტუმრები სამინისტრო და აი ამ პროგრამებზეც მაინტერესებს, იმიტომ რომ ყველა პროგრამა თქვენი ძირითადი აქცენტი მაინც დაბლობში ხდება ქობულეთის ხელვაჩაურში. როგორ ჩაიარა ამ პროგრამებმა? ვიცი რომ ენერგიები საკმარისი არ იყო, თუმცა იყო რაოდენობა. შემოდგომისთვის იგეგმება კიდე ენერგიები ეხლა მიმდინარეობს დეფეკაციური ტალახის გაცემა თანადაფინანსებით ხდება. სათბურების და ახლა ახლო მომავალში ველოდებით მოტორბლოგების შემოსვლას.
ანუ ამ პროგრამებშიც ძირითადად ყველაფერი კარგად არის. შეიძლება კომუნიკაცია რა მდგომარეობაა? რასაკეთებთან აი ენერგიები ჩვენ ცოტათ შეიძლება თემას გადავხვიოთ, მაგრამ მე სარგებლობ შემთხვევით თქვენ ხართ ჩვენი სტუმრები, ჩვენ სამინისტროსთან ერთად შევაჯამეთ ეს მიზნობრივი პროგრამები, მაგრამ მაინტერესებს თქვენს ყველა მუნიციპალიტეტი თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ჩვენ ჩართული ვართ უშუალოდ ამ პროექტების განხორციელებაში. და ვფიქრობ, რაც პროგრამები ნორმალურად მიმდინარეობს. მოტობლოკებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, დიახ და როგორ აპირებთ ამის გადანაწილებას და გაქვთ თუ არა რაღაც სისტემა შექმნილი, იმიტომ რომ რამდენადაც მე ვიცი, საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს. ამოდენიმე კრიტერიუმი არის ამისათვის. პირველ რიგში ეს მოტობლოკები გადაეცემა იმ ფერმერებს, ვისაც დიდი რაოდენობის სახნავი მიწის ფართობები აქვს, კოოპერატივებს, ასევე კოლექტიური განცხადებების დაკმაყოფილება მოხდება, არის სოფელში სოფლები, სადაც 5-6 ბატონო ანზორ, ალბათ შესაბამისი რაღაც კომისიაც შეიქმნა, იმიტომ რომ ჩემამდე მოვიდა ის ინფორმაციაც, რომ როგორც კი გაიგო ფერმერებმა, რომ კოლექტიურს ენიჭება პრივილეგია, აიღენ და დაწერენ, მაინც ერთს უნდა, მაგრამ 10 კაცის სახელზე დაწერენ. ეს თერმის უნებულების აქტების საფუძველზე მოხდება გაცემა ეს. ანუ მოხდება შესწავლა. აუცილებლად. და ერთი შეკითხვაც მინდა, ალბათ უფრო თქვენ დაგისმევთ ბატონო ანზორ, იმიტომ რომ ეს ნაწილი ერთ დროს ეკუთვნოდა ხელვაჩაურს, მე ვგულისხმობ ქალაქ შემოერთებული ტერიტორიები, რამდენად ფლობ თქვენ ამ ინფორმაციას, ეს პროგრამა ვრცელდება, წელს შარშან არ ვრცელდებოდა ეს საზღვარი. დიახ და ძალიან დიდი ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია და წელს რა ხდება ამ წელს ჩართული ამ პროექტში ქალაქის მიმდებარე ჩვენი ხელვაჩაურის მიმდებარე ტერიტორიების, ქალაქის ტერიტორიები ჩართულია. რა თქმა უნდა, მე თვითონ ვარ მოწმე მაგისა, რომ მე თვითონაც ავიღე ქალაქ შემოერთებულ ტერიტორიაზე ვცხოვრობ და ავიღე სოციალურ. ანუ ეს ხარვეზიც გამოსწორებულია, შარშან ძალიან დიდი გულის ტკივილით გამოხატავდა მოსახლეობა იმ ფაქტს, რომ ძალიან დიდი ნაწილის გაერთიანება მოხდა ქალაქთან და ვერ ღებულობდა ამ აგრობარათებს. გამოსწორდა და კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის, გისურვოთ ნაყოფიერი საგაზაფხულო სამუშაოები, რათა თველზე როცა მოგიწევთ, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ სოფლის მეურნეობაში მიმდინარე აქტივობები. ჩვენ მაყურებელს შევახსენებ, რომ სარეკლამო ჭრაზე გავდივართ, გადაცემის მეორე ნაწილში კი სტუმრად გვეყოლებიან აგრომაღაზიების მეპატრონეები და ვისაუბრებთ თემებზე, თუ რა სიტუაცია მათ მაღაზიებში, არის თუ არა უკვე სასუქები, პესტიციდები და თქვენ შეგეძლებათ პირდაპირ ეთერში დასვათ შეკითხვა. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის თემა არის საგაზაფხულო სამუშაოების და მიზნობრივი პროგრამები. გადაცემის სტუმრები არიან რამინ ზოიძე, ქედაში არსებული აგრარული მაღაზიის ხულოვშიც, ხო, ძალიან კარგი და კახაბერ ვასაძე, ქობულეთი და შუახევი, როგორც ვიცი. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე ვიცი ბატონმა რამინმა მითხრა და თქვენც ასავე ბატონო კახაბერ, რომ დღეს საქონელს ელოდებოდი, გადასატვირთი იყო, მაგრამ მაინც მადლობას გიხდით, რომ მოიცალეთ და მოხვედით ეთერში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიწოდება, რასაც დღეს ჩვენ შევეცდებით თქვენთან ერთად მივაწოდოთ მოსახლეობას. იყო შარშან ესეთი საკითხები, განსაკუთრებით ხულოდან შემოდიოდა ეს საკითხები და ქალაქის ტერიტორიიდან, რომ სასუქის უხარისხობაზე იყო საუბარი და სპეციალისტებთან ერთად ეს თემა გავიარეთ, იყო ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. მე მინდა პირველი შეკითხვით ბატონ რამინთან გადავიდე და კითხოთ, არის თუ არა პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მზად თქვენი სავაჭრო წერტილები, რომ მოემსახუროს ფერმერებს. ჩვენი სავაჭრო წერტილები ყველა მზადაა. ძირითადად მოთხოვნა ამ ეტაპზე აზოტოვან სასუქებზეა და პარალელურად შხამშინი ცერალითა მოვლის საშუალებებით გვაქვს. ანუ მზად არის იმისთვის, რომ ფერმერის მოემსახუროს, ფერმერი მიიღოს. ბატონო კახაბერ, რა ხდება თქვენს ობიექტებზე? ჩვენთანაც ასეთი მდგომარეობა უფრო მეტად მოთხოვნილება არის სასუქებზე, იმიტომ რომ ან თქვენ შესაბამისათაც ემზადებით ალბათ თვეს და აგროსამუშაოების მიხედვით თუ რა სასუქი და რა ეს რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე რა, რომ ახლა მიდის დამუშავება მიწის ნიადაგის სცენარი უკვე ნაყოფი ყვავილოვან პერიოდშია და უფრო სასუქი მოდით ნახოთ სიუჟეტი და მერე განვაგრძოთ საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით. აჭარაში მცხოვრებმა ფერმერებმა აგრობარათებით აქტიური სარგებლობა უკვე დაიწყეს.
ობიექტებთან, სადაც სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისთვის განკუთვნილი პროდუქციის რეალიზაცია მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ხდება, ხალხმრავლობა უკვე შეიმჩნევა. სხვა მიმწოდებლებთან ერთად ქობულეთელ ფერმერებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აგროგეო და ფერმერთა სახლის ქობულეთის ფილიალი ემსახურებიან. ძირითადი აქცენტი კეთდება მაინც სასუქებზე, სასუქების გატანა ფერმერებს შეუძლიათ და ასევე შეუძლიათ შხამქიმიკატების გატანა მანდარინისთვის, ბახჩეულისთვის, ბოსტნეულისთვის, რაც არის საჭირო. შაშანდებთან შედარებით სხვაობა იმაში გამოიხატება, რომ უფრო მეტი აქტიურობა არის ჩემის აზრით, მე რასაც ვუყურებ და უფრო მეტად ხალხმა გადაიწყო იმის გამოყენება პარათების. უფრო მეტად იზენენ სასუქი. შხამქიმიკატები, საკონფისკაციება არა ფულზე ყიდულია. კლიენტი ყოველდღეს მატულობს უკვე. რიგებია ძირითადად. კიდევ ერთი ობიექტი, სადაც ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისთვის განკუთვნილი პროდუქციის შეძენა შეუძლიათ, დაბახელვაჩაურში მდებარე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აჭარ ციტრუსის კუთვნილი მაღაზიაა. მაღაზიის მფლობელი აცხადებს, რომ კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებაა. კონსულტაციას უწევთ, აუცილებელი არის ახლა დაავადებების მიმართ ახლა ძირითადად. ახლა სასუქებსაც ვურჩევთ, ახლა რამდენი ჭირდება მაგალითად მცენარეს ის სასუქი, რომელიც ჩვენ გვაქვს. რა პრეპარატებით შეიძლება მაგალითად მავნებელთან თუ დაავადებებთან კონსულტაციებს ვაკეთებთ. ახლა ბრძოლა ყავს კონსულტანტი სპეციალურად, აგრონომი, ხარისხს სერიოზულ ყურადღებას ვაქცევთ. ის რაც გამოცდილია პრეპარატები ძირითადად ისინი შემოგვაქვს. ახლა ახალს ვერ იდებით სანამ არ გამოვუწდეთ, იმიტომ რომ იყო შემთხვევები არ იმუშავა ისე. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში წელს ცვლილება განხორციელდა. ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე სეზონზე ფერმერებს აგრობარათებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა აღარ შეეძლებათ. რას უკავშირდება ცვლილება ფერმერებისთვის უცნობია, თუმცა ამის გამო მათ პროტესტი არ გამოუთქვამთ. აგრობარათი მივიღე 10 დღეა. ვერ წავიღე ადრე სასუქი, მიმაქვს ახლა დღეს სასუქი გავიტანო და მივცეთ ციტრუსს და თხილის ბაღს. 5000 მეტრო ციტრუსის ბაღი მაქვს, გექტარ ნახევარი თხილის ბაღი მაქვს. ეს სასუქი მყოფნის ნახევარს. 1000 მეტროს ჭირდება ერთი პაჭკა აზოტი. გექტარი რომ აქვს, უშუალოდ 10 პაჭკა მინდა და 4 პაჭკა მიწევს და ნახევარს არ ყოფს. ეს დიდი შეხავათი არის, ეს რომ არ იყოს, სადამშება მოცემ. მე უკვე სასუქიც ვიღე, ვიტანე სახელში და ხლა გავთოხნი და მივცემ სასუქს და დიდი გაყოფილი ვარ. სანახევროს ფარდაჯერა არის სანახევრო. ახლა ნახევარ გექტარს 100 ცილარის სასუქი არ ეყოფა. გიხვდებით ყველა, მაგრამ უმარამეტი შევიძინოთ, თუ ვერ შევიძინოთ, გიჩება ისე და აგრობარათების გამოყენებით სასუქებისა და პესტიციდების შეძენა ფერმერებს აჭარის ტერიტორიაზე 55 ობიექტში შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ მათგან 17 სარეალიზაციო პუნქტი. დიახ, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან რამინ ზოიძე და კახაბერ ვასაძე, აგრომაღაზიების მეპატრონე, ქედა, ხულო, შუახევი და ქობულეთი. ჩვენ ნახეთ სიუჟეტში, რომ ფერმერები უკვე აქტიურად იწყებენ მომართვიანობას, არის თუ არა თქვენს მაღაზიაში მომართვიანობა და შესაძლებელი არის თუ არა მოსახლეობას დახტეს რიგი თქვენთან მოსვლის შემთხვევაში. მაგალითად ყოველ დღე მატულობს მოთხოვნა დღეს კომბინაციას მიაღწევ და ნორმალურად მოემსახურეთ, გავწვდით რა მოთხოვნაც იყო პარალელურად შეგვიძლია რომ არასამუშაო საათებშიც ვიმსახურები შეიძლება ის დაგვარათ, იმიტომ ეს მოსავალი ამინზეა დამოკიდებული და დღეს თუ ვერ დაწესხვალე შეიძლება ამინდის გამო პრობლემა შეექმნას და ყველანაირად ხელს უწყობს ჩვენი მაღაზიები რომ ესე იგი მუშაობს თელი დათვით. როდესაც ფერმერი მოგმართავთ დავუშვათ კონკრეტული სასუქზე ან პესტიციდზე, არის თუ არა შემთხვევები, როდესაც კითხულობს, კონსულტაციას ითხოვს დავუშვათ როგორ გამოიყენოს? კითხულობს ამას და ცოდნე ფერმერები ყავს ჩვენ. ცოდნე და არამცოდნე ზოგი ბრმად გენდობა და გეკითხება შენ რომელიც მოდით მაყურებელია პირდაპირ ეთერში შემოვიყვანოთ და შემდეგ გავნაგზოთ. მოგესალმებით, დასვით შეკითხვა. დიახ, გვესმის დასვით შეკითხვა. ახლა ქობულეთიდან გირეკავთ. ბრძანეთ. მინდა ასეთი გითხრათ.
ქობულეთში უღი მაღაზია არის და გაზდილი არის ფასები, შარშანას ფასე იყო წელსაც. უკაცრავად ჩვენ მთელი გადაცემა ვსაუბრობთ, რომ მარეგულირებელი არეგულირებს ზედა ზღვარს და რომელი მაღაზიაა კონკრეტულად გითხარით, რომელსაც დაედება 1000 ლარიანი ჯარემა. არ გვინდა უბრალოდ მცდარი ინფორმაცია, რომ პირდაპირ ეთერით გავიდეს. რა მიკვირს, იცი, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ფოთში 50 ლარი ღირსა, ქობულეთში 5-10 ლარით მეტი ღირსა. რაზეა საუბარი კონკრეტულად? სასუქი. რომელი სასუქი? მე ჩავიწერ და გადავამოწმებ უბრალოდ თქვენ რომ დაგეხმაროთ ამის და ეგრეთ წოდებული PM კარუმა, იგი აზოტი 52 ლარი ღირს. NPK, ხო? ხო. NPK ქობულეთში რა ღირს? 55 ლარი. 55 ლარი. საგან 57 ღირდა, მე 55-ზე ჩამოიყვანეს. წელსაც ისე ღირს. აგერ მეზობელ რაიონებში 50 ღირს. რატო ასეთი სხვაობა? აზოტზე წაღარო ლაპარაკობდით 39 ლარი ღირსო. 42 ლარი რატო ღირს ქობულეთში? კი ბატონო, გავცემ. დიახ, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ქობულეთზე იყო საუბარი და ალბათ უფრო თქვენ შეეცდებით ბატონო კახაბერო გასცემას. ბატონო, პირველ რიგში მოგახსენებ, ახლა მე MPK არ მაქვს მაღაზიაში, მაგრამ როგორ არის, CMPK-ები არის განსაზღვრული სამარკო ნიშნებით. არის 15 არის 16. მოდით განუსაზღვროთ ფერმერს რას გულისხმობთ 15-ში არის შედის 15 აზოტი, 15 ფოსფორი, 15 კალიუმი. პროცენტულობით შედის ამ სასუქში, დიახ. და ამაზე არის მარეგულირებელ კომისიას აქვს თავისი ნიხრი დადებული, ანუ ფასი. ამის მიხედვითად არის 55 ლარი. შეიძლება იქ შემოდანა უჯდება იმ თვითონ მაღაზიის მებადრონე დიაფი, მაგრამ იქედან აქეთ ტრანსპორტირება ემატება ტრანსპორტის ხარჯები და შეიძლება ამით არის გამოწვეული აღარ ვერ გეტყვი და რაც შეეხება რუსთავის გვარჯილას, რომ წაღან იყო ნახსენები, მე არ ვიცი 39 და 10 თეთრი ღირს შემოდანა რუსთავის გვარჯილა 42 ლარში ქობულეთში არსად არ იყიდება. მისი ზრული ნორმა არის 40 ლარი. ანუ მაღაზიაში, რომელსაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, უფლება არ აქვს უბრალოდ რომ 40 ლარზე ზევით გაყიდოს. რუსთავის გვარჯილაზეა საუბარი, 40 ლარზე ზემოთ გაიგდოს ეს. ნუ ან დაჯარიმდება ეს მაღაზია, ან მცდარი ინფორმაცია. კი ბატონო, მცდარი ინფორმაცია, იმიტომ რომ რუსთავის გვარჯილა 40 ლარზე ზეით არ ღირს და ეს ბატონი თუ ლაპარაკობს 42 ლარი ღირსო, ეს არის აზოტ ფოსფოროვანი სასუქი, სადაც 28% არის გვარჯილა და 6% არის ფოსფორი, ეს არის უზბეკეთის სასუქი. დიახ, და ბატონო რამინ NPK-ს შემთხვევაში თქვენ გააქვთ მაღაზიაში ეს ზღვრული ზღვარი მაინტერესებს. ზღვარი NPK-ს ვიცი 55 ლარია, NPK არ გვაქვს ჩვენ გვაქვს სუპრეფოსი დამატებით 3 კომპონენტი კიდეა, გოგირდი, მაგნიუმი, კალციუმი ემატება და 55 ლარი ამის ზღვრული ფასიც. და უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მე მაინტერესებს, აი რაიონების მიხედვით, მუნიციპალიტეტების მიხედვით. თქვენ რაიმე ინფორმაციას ფლობთ დავუშვათ თქვენს მუნიციპალიტეტში, რაიონში არსებული ნიადაგების მდგომარეობას და ეცდილობთ შესაბამისი სასუქების შეიტანოთ, პესტიციდები თუ ეს ისე სპონტანურად ხდება, რაც არის წარმოდგენილი ყველა მიგა. თუ შესაბამისად რაიონი რა კულტურას ვიდევს, რას თესავს ხამქიმიკატები იმის მიხედვით შეგვაქვს და სასუქებთან დაკავშირებით როგორც მოგეხსენებათ, დამრეცინია და გადარეცხილია ჩვენი მიწები და თითქმის ყველა მინერალი აკლია, მაგრამ უმჯობესია რომ თვითონ ფერმერმა გადაამოწმოს მისი ნიადაგი, ანუ ანალიზები ჩაატაროს, რას მოითხოვს. თქვენი მაღაზია კონკრეტულად სად მდებარეობს? ხულოში, წერეთლის, ხუთში და სტალინის 2-ში. თქვენ ანუ შეგიძლიათ რომ მისცეთ გარანტია ფერმერებს, რომ თქვენს მაღაზიაში არსებული სასუქი და პესტიციდი არის მინიმუმ ეტიკეტზე მითითებული შემადგენლობის. კი ბატონო. შეგიძლიათ რომ ისეთ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად რატო გეკითხებით ახლა? ძალიან ხშირად ფერმერები ნახეთ ეს ზარიც უფრო შენიშვნებით შემოდიან, რომ ეს სასუქი არ არის ხარისხიანი, რომ პესტიციდი არ მუშაობს, ალბათ თქვენს გექნებოდათ ესეთი პრობლემები და არის რაღაც მექანიზმი, რითაც დავუშვათ ეს ყველაფერი სისტემურად კონტროლდება. მესმის რომ სააგენტო აკონტროლებს. თქვენ თუ გაქვთ რაღაც თან მექანიზმი? ჩვენ როცა საქონელი მოგვაქვს, ანალიზს ვკითხულობთ, შესაბამისი საქართველოს ცარი ანალიზები აღებული, მე და კახაბერი გარეთ ვსაუბრობთ,
აზოტის შემცველობა ჩვენ ვიცით ჟანგბადიდან იპრესება და შეიძლება დაიგოს ყოველთვის უზბეკეთიდან შემოტანილ აზოტებში აზოტის შემცველობა რომელიც იკლებს 1-2%-მდე მეტია და ნაკლები არა. დიახ, ტელეფონის ნომერი არ გამოგვიცხადებია, თუმცა მაყურებელი აქტიურებს 27-53-72, ვისაც არ ახსოვს ტელეფონის ნომერი. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხარ, დასვით შეკითხვა. გამარჯობათ. Საბანერესებს, კრედორობას სესხს. ნომარი უპროცედურე ფსტიანი თუ რაღაც. ვასმოს ასეთი. დიახ, რა იმ კრედოს აღებული ხახი. ის ფასებს ერთხელ თუ არა, შეიძლება არ მოხდეს აზოტი თუ მოხდეს, არის ზემოთ აზოტს იმ კრედოს აღებული სასხიდან. უკაცრავად ვერ გავიგეთ შეკითხვა. აწილობრივ გავიგე მე და ვერ. კრედოში აიღეთ სესხი და იმ ფულზე ვერ ყიდულობთ სასუქს? ხო, იმიტომ ვერ გავცეთო, იმიტომ რომ ცოტა 40 კლასის ზევით არ გვაქვს უფლებაო და თუ არა უფლება რა მოგწეს. აგვისტებით მიზილში არტნედოდან აღებული 6 თვიანი არსებობს ასეთი, რომელიც უპროცედო არის. განვადებას გულისხმობთ თქვენ? აგრო განვადებას გულისხმობთ? ვალდებულება აქვთ, ვარი გითხარ, კი მითხრათ როგორაა საქმე, დაინტერესებს, რომ არ გვაძლევენ. არ გვაძლევენ აზოტი, რომ ძვილი გვიჟდებაო და პრესოთ. სად მიმართეთ თქვენ, რომელ მაღაზიაზეა საუბარი? არა, ოზურგეთის უნდა და კომუნიკაციის მაგრამ პასუხი ეგრეებივიღებო. დიდი მადლობა ზარისთვის, ეხლა რამდენად კომპეტენტური იქნება ჩვენი სტუმრები, ანუ გულისხმობს აგრო კრედიტს, ოვერდრაფტს, ერთ-ერთი დრაფტი არა, ახლა მაგალითად კრედიტს აქვს ასეთი შესაძლებელი, ვინც ხავს კრედიტს, იგენს აძლევენ მოსავლის ბარათებს, სადაც შეუძლიათ მარტო გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო დანაშაულების გოლე მაღაზიებში და როგორც ბატონმა ბრძანა თუ მაქვს ხელშეკრულება რომ მაგალითად 6 თვიანი უპროცენტო მქონდეს, მე არა მაქვს ესეთი ხელშეკრულება, მე მემსახურები მხოლოდ და მხოლოდ მოსავლის ბარათებს. ანუ შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ იმ მაღაზიებში, ვისაც აქვს გაფორმებული ხელშეკრულება კონკრეტულ ბანკთან. არა, თვითონ კრედოსთან აქვს, მე ვიცი ოზურგეთში არის ერთ-ერთი მაღაზია, ინდივიდუალურმა არის ირაკლი ცხარდიშვილი, სადაც აქვს თუ არ ვცდები 3 თვიანი ხელშეკრულება. და თანამშრომლობის შედეგად უკვე იყენებს ამ ბარათებსაც. და თქვენთან ანუ მე გულისხმობ კითხეთ რამდენად აქტიურია, მაგრამ ბარათების გამოყენებაზე ხშირად უფრო რა მიაქვთ დავუშვათ პესტიციდები თუ უფრო სასუქები? ამ ეტაპზე ძირითადად სასუქები. და საერთოდ ანუ შარშან გქონდა თქვენ მაღაზია, გამოცდილება მაინტერესებს ფერმერის მიდგომა რამდენად კომპეტენტურია დავუშვათ. წლევანდელ წელთან შედარებით გასულ წელს უფრო დიდი თანხები იყო დარიცხული ამ სასოფლო-სამეურნეო ბარათებზე და თითქმის რაც ჭირდებოდა წლის განმავლობაში ამ პესტიციდებთან და სასუქებთან დაკავშირებით ყველაფერი გაქონდა და ახლა მინიმალური ზღვარი უმეტესად მოდის 50 ლარიანი ბარათები და ვცდილობ სასუქები გაიტანოს. ძირითად შემთხვევაში სასუქი ისევ ზარია ეთერში, მოგესალმებით, დასვით შეკითხვა. გამარჯობათ. მოგესალმებით. მაინტერესებს გასულ წელში იყო 1 ტომარა აზოტი 50 კილოგრამი 40 ლარი რუსთავის აზოტი. ეხლა შემოიტანეს ქედაში ყაზახისტანისა თუ ვისი არ ვიცი ზუსტად. და ახლა გრის 48 ლარი. რა მოხდა? რატომ არ შეიძლება რუსთავის აზოტი არის შვენიერი, კარგი, მართლაც და რატომ შემოიტანეს ყაზახისტანიდან და ძვირად? დიდი მადლობა შეკითხვისთვის, გაგცემთ პასუხს. ჩვენ საუბრობდით ეთერს მიღმა, თუ განუმარტავთ მაყურებელს, თუ რატომ არის დავუშვათ 48 ლარი. ყაზახურია ეს ყაზოტზე არის აქ საუბარი. ნუ ეს ყაზახეთის წარმოების აზოტია. ნუ არ ვიცი ახლა მე არ მაქვს ეს სასუქი აქვს სულ სხვა ფირმებს მაგალითად და ამის შემადგენლობა პროცენტული უფრო მაღალია თუ რა აზოტი ფოსფორს არ შეიცავს ამონიუმის სილიკატი არის ჩვეულებრივად 14 და 4-ია და რუსთავის გვარჯილას რაც შეეხება მაქსიმალური ზღვარი 40 ლარია და
ანუ ამის ზევით არ შეიძლება რომ ღირდეს და დავუშვათ ახლა ჩვენ პირველ ნაწილში რომ დავსვით შეკითხვა 39 ლარ და 10 თეთრზე იყო საუბარი შეიძლება მაღაზია ზუსტად ამიტომაც არიდებს თავს დავუშვათ რუსთავის აზოტის აღებას იმიტომ რომ 39 და 10 თეთრად თუ მიიღო და ზედაზღვარი აქვს 40 ლარი ალბათ არ უღირს მხოლოდ გადატვირთვა გადმოტვირთვის ფასის ამოსვლა თვითონ მაღაზიას ხო შეიძლება იყოს გამოწვეული ამით და ეს უზბეკური თუ ყაზახური აზოტი დავუშვათ უფრო მეტი ლავირების საშუალებას იძლევა. შეიძლება რომ ამაში იყოს ეს მდგომარეობა. თქვენ გააქვთ ეს სასუქი ქედაში. კი ბატონო. და 48 ლარი ის. ყაზახური არა, უზბეკური, რომელიც დამატებით ფოსფორს შეიცავს. ქართულისგან განსხვავებით და ანუ სხვა კომპონენტსაც სხვა კომპონენტია დამატებით ფოსფორსაც შეიცავს აზოტის გარდა. და შესაბამისად ფასიც ვერ იქნება რუსთავის აზოტის. ლოგიკურია რომ თუ კი ორ კომპონენტს შეიცავს ერთ იგივე ფასი ვერ იქნება, მაგრამ აქვს თუ არა არჩევანი თვითონ მომხმარებას დავუშვათ თუ კი უნდა მაინცსა და მაინც ქართული რუსთავის აზოტი. თქვენ თუ არ გაქვთ ქობულეთში არის ალტერნატიული მაღაზია რომელშიც არის თუ უბრალოდ არსად შეუძლებელია რუსთავის გვარჯილა მქონდა და გავიდა ჩვენ ნორმალურად. ანუ არის სხვა სივრცე თუ არსებობს, სადაც ფერმერს შეუძლია დავუშვათ თქვენთან თუ არა ვინმე სხვასთან იყოს. რუსთავის გვარჯილა? დიახ. ქობულეთში არა. ქობულეთში არ არის, ხო? და თქვენთან რა მდგომარეობაა? ჩვენთან რუსთავის ამ ეტაპზე არ არის ქობულეთში. როგორც ამონიუმის გვარჯილა 40 ლარიანი, ასევე თუ არ ვწდები, იყო ამონიუმის სულფატიც, მაგრამ ფერმერი ბევრჯერ ვერ არჩევს რა უნდა იყიდოს. და ერთმანეთსა ვერანს ხო ახლა შეკითხვა უზბეკური ქართულს რო შეადარა იქ ფოსფორის შემადგენლობა დამატებული გვარჯილის გარდა აქეთ ამონიუმის სულფატი 21%-იანია ეტიკეტის მიხედვით ამონიუმის გვარჯილა 34%. კარგი მიმართულებით ვიყავთ საუბარი და მაინტერესებს ზუსტად კონსულტაციების საკითხებით. დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი და მაყურებელმა შეგვაწყვეტინა რა სახის კონსულტაცია შეუძლია თქვენს მაღაზიაში მოსულ ფერმერმა რომ მიიღოს. ნუ აზოტებთან სასუქის შეტანის მე რამდენადაც ვიცი ჩვენი მაღალმთიანი მიწები ამონიუმის სულფატს უფრო არ საჭიროებს. ანუ თვითონ მაღაზიაში ვინც არის კონსულტანტი თუ გამყიდველი რაღაც დონეზე ფლობს ამ ტექნოლოგიას რო გასცეს კონსულტაცია. ფლობთ, ვაწვდით ინფორმაციას, მაგრამ არის შემთხვევები ჩვენთან რომ ბევრჯერ ფერმერი ბრმადგენდობა და აქ უკვე შენს კეთილნებაზე და იმაზეა დამოკიდებული რამდენად კომპეტენტურად აქვს პირდაპირ გეუბნება თქვენთვის რომელი გამოიყენეთ თქვენ რას მირჩევთ და ანუ ეს კომპეტენციის დაბალი დონის მაჩვენებელია ესე რომ ვთქვა ხო იმიტომ რომ ფერმერს უნდა შეიძინოს სასუქი მაგრამ არ იცის რა სჭირდება რამდენად არის მე საკონსულტაციო სამსახურები ძალიან ისეთი მობილური ჯგუფებით არის აღჭურვილი და თუ აქვს როლი ამ მიმართულებით გაიხსნა აგროსერვის ცენტრებიც დიახ ჩვენთან არის მობილური ანალიზის ჩატარება ადგილზე შეიძლება ახლა შეიძლება როგორ დიდ ლაბორატორია იმ დონეზე არა მაგრამ რაღაც დონეზე შეიძლება და უნდა ისარგებლონ ამ ლაბორატორიებით დაადგინონ რომ მათ მის მიწის ნაკვეთს და ფერმერს აქვს ამის ინფორმაცია ახლა ჩვენი განაცემა თუ არ ვწდები რამდენადაც სწორი ინფორმაცია მაქვს 30 ლარამდე ჯდება ეს არის ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე 50% სახელმწიფო და ზარია ისევ ჩვენს ეთერში და განაგრძოთ საუბარი მოგესალმებით დასვით შეკითხვა მოგესალმებით გამარჯობათ საღამოშიდობისა საღამოშიდობისა თქვენმა წარმომადგენელმა ერთ-ერთმა თქვა რომ 40 ლარზე მეტი გვარჯილა არ ღირს რუსთავის გვარჯილა არ შეიძლება რომ ღირდეს იმიტომ რომ დამისახელეთ რომელიმე მაღაზია აჭარაში რომ 40 ლარად იყიდება ეს 42 ლარზე ქვევით არსად არ არის ეს გულისხმობს მაღაზიებს დიახ ერთი წუთით რომ აგიხსნათ და არ დარჩეთ არც თქვენ მოტყუებული და არც სხვა დანარჩენი მოსახლეობა მაღაზიები რომლებსაც აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან იმ მაღაზიებში არ შეიძლება რომ გვარჯილა რუსთავის ღირდეს 40 ლარზე ზევით იმიტომ რომ ეს არის ზედაზღვარი თუ კი ესეთი მაღაზია არსებობს
ინფორმაციის შესაბამისად ვისთან აქვს გაფორმებული? ჩაქვში რომ მაღაზია არის. ფლობთ ინფორმაციას ჩაქვის მაღაზიასთან დაკავშირებით? მოდით ესე გავაკეთოთ, თუ კი თქვენ ამტკიცებთ, რომ ჩაქვში არის მაღაზია, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, ალბათ სააგენტო. მე არ ვიცი ახლა ხელშეკრულება აქვს თუ არა, მაგრამ ეს ვიცი რომ ბარათზე შესაძლებელია მაგ მაღაზიაში რამის შესყიდვა. კი, რა თქმა უნდა, ბარათით ვიყიდე და გადამახსენებიდეს 42 ლარი. ანუ აგრო ბარათი გაანაღდეთ მაგ მაღაზიაში და 42 ლარი გიანგარიშათ, ხო? კი ბატონო. რუსთავის გვარჯილაზეა საუბარი, რაზოც. ძალიან კარგი, დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. ალბათ უყურებს ახლა ჩვენს გადაცემას. ჩვენი პირველი ნაწილის სტუმარი ბატონი დავით კიკნაძე და ძალიან ცუდია თუ ესეთი ფაქტები არის, იმიტომ რომ 1000 თუ 500 ლარი ჯარიმდება. 1000 ლარი ჯარიმდება ესეთი ურჩი, ესე ვთქვათ, მაღაზიის მეპატრონე. ჩვენ შევეცდებით გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია და შემდეგი გადამოცემისთვის მოგაწოდებთ ზუსტ გადამოწმებულ ინფორმაციას თუ რა ხდება ამ კუთხით. ბატონო კახაბერ, მე მაინტერესებს თქვენთან რა სიტუაციაა, სთავაზობთ თუ არა კონსულტაციას ფერმერებს, დავუშვათ პესტიციდებთან დაკავშირებით ხშირია შემოდის სარები, როდესაც ამბობენ, რომ აი ეს პესტიციდი გამოვიყენე და პირიქით დამიზიანა ციტრუსი. იყო ესეთი ფაქტები ქონდათ თუ არა თქვენ ესეთი გამოცდილება და რაშია საქმე? კი ბატონო, რა თქმა უნდა, მე მყავს კონსულტანტ გამყიდველი ქვია, რომელიც უწევს კონსულტანციას, შეუძლია შეამოწმოს აი მიკროსკოპითაც გაშინჯოს ფოთოლი, შეამოწმოს ნაყოფი და იმის დამიხედვით გაუწიოს კონსულტაცია თუ რა პრეპარატი მოიხმაროს ამ მომენტისათვის. ნუ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ეს პესტიციდი ვარგა თუ არ ვარგა, ნუ ამას ასე ვერ მიტყვით, რატომ ის გებლობა ამ შემთხვევაში არალოგიკურია, იმიტომ რომ ამას აქვს განსაზღვრული ვადები მის შესხურებას და ერთი დღეც რომ დაგვიანდეს ამ შესხურების პერიოდი, უკვე იქ ჩარევა რაფრისტიდებით უკვე შედეგს არ მოგწევს. მეორე მომენტია ის, რომ წამლის დროს, რასაც ეძახით, ციტრუსის წამლის დროს, ზოგიერთ პიროვნებას თვითონ მცენარე მიყავს სრულ დასველებამდე, რაც უკვე შედეგს არ იძლევა. უნდა მოხდეს მისი ეგრეთ წოდებული დანამვა და შესხურება უნდა ხდებოდეს დაახლოებით 1 მეტრის მოშორებით. ფერმერს თუ უნდა, არ მესმის რომ არის ურჩი ფერმერები, რომელიც თulis რომ დავუშვათ, მან ყველაფერი იცის და ნუ პრობლემა არ არის, თუ არა აქვს სურვილი რომ იკითხოს თავის საქმისა, თვითონ იცის და განაგრძობს, მაგრამ თუ კი ფერმერს აქვს ინტერესი და მოიკითხა თქვენსგან, შეუძლია მიიღოს ის ინფორმაცია, რომ აი დავუშვათ, მერე რომ არ დავადანაშაულოთ, რომ იცით რა თქვენ არასწორად გამოიყენეთ და ამიტომ დაზიანეთ. თუ კი მე მოვედი თქვენთან და მივიღე კონსულტაცია, მივიღებ ისეთ კონსულტაციას, რომ ამ შემთხვევაში თუ დამიზიან და შემდგომ ყურადღების მოქცევა იყოს თქვენგან, რომ შეიძლება მართლა პესტიციდის ბრალი. აი ცალმხრივად რო არ მოხდეს. კი ბატონო, შეუძლია მოგზადდეს ჩვენი კონსულტაციის მერე მიცემული იქნება ის პრეპარატი, რაც მას სჭირდება იმ მომენტისათვის. ანუ 253 უკაცრავად 247 ეს არის ცხელი ხაზის ნომერი. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოთ ცხელი ხაზის საშუალებით და აცნობოთ, თუ კი თქვენ თვლით, რომ არის უხარისხო ან ფას ზღვარს მიღმა სასუქის ამ პესტიციდის გაყიდვა, ნუ მოგერიდებათ მიმართეთ. ეს პროგრამა არის პირდაპირ ფერმერებზე გათვლილი, თქვენთვის განკუთვნილი თანხებით იმართება და არ იქნება ცუდი თუ კი თქვენც ჩაერთვებით კონტროლის მექანიზმებში, რათა დაიხვეწოს ეს პროგრამა და უფრო სარგებლიანი დარჩეს. და კიდევ ერთი ესეთ შეკითხვა, წლის განმავლობაში დავუშვათ, მხოლოდ გაზაფხულზე არის თქვენ მაღაზიების სარგებლობის საშუალება, მთელი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ძალიან კარგი მიმართულებაა სასათბურე მეურნეობა. გვესმის რომ არ არის ეს ძალიან განვითარებული და ძალიან მცირე პატარა, მაგრამ მე პირადად მქონდა სასათბურე მეურნეობა და მაქვს ამ წუთასაც და ხშირად ვაწყდებოდი ისეთ პრობლემას, რომ არასეზონურ დროს სასუქის შეძენა და პესტიციდის შეძენა პრობლემას წარმოადგენდა. ამ კუთხით რა მდგომარეობა დავუშვათ, მაღალმთიანში ეს უფრო ნაკლებად აქტიური თემაა და ქობულეთში ძირითადად აი ოქტომბრის ბოლომდე მუშაობს მაღაზია. ოქტომბრის შემდეგ უკვე იკეტებით. დიახ.
და დარჩენილი პესტიციდების და სასუქების შენახვის სისტემა. ამ მომენტში ძირითადად ვადა აღების დროს ენიჭება ეგებს, სადაც მაქსიმალური ზღვარია 3 წელი აქვს უმეტესობას და შეძენის დროს მაქსიმალურად ვაქცევთ ყურადღებას გამოშვების თარიღს. რომ ანუ 1 წლის შედეგად არის რა თქმა უნდა რომ აიღებ იმას ის იმ წელში უნდა იყოს გამოშვებული და პირველ პარტიას რომ იღებს ის გასუწესი რომ იყოს შეიძლება და რომ უნდა დაგრჩეს ნაშთი და ის იმ წელში უნდა იყოს რომ ეს ზღვარი დაიცვა და გამოსაყენებელი იყოს და ერთი საკითხიც თქვენ ძალიან კარგი ობიექტები გაქვთ იმის შესაჯამებლად, გასარკვევად, გასაანალიზებლად თუ როგორ უდგება ფერმერი საერთოდ ამ პროგრამებს. რას ფიქრობს და რას თვლის. ანუ თქვენ პირდაპირი კონტაქტი გაქვთ ფერმერებთან, მესმის რომ სააგენტო გეგმავს ამ პროგრამებს, სამინისტრო ახორციელებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენთ თქვენ, იმიტომ რომ პირდაპირი კონტაქტი გაქვთ ფერმერთან, უკმაყოფილოსთანაც, კმაყოფილოთანაც, პრობლემურთანაც და არაპრობლემურთანაც. მე მაინტერესებს შარშანთებთან შედარებით ორივე შემთხვევაში რაიონების მიხედვით დავუშვათ ფერმერი რა სიტყვა დავარქვა, არც კი ვიცი რომ ანუ უფრო მეტად კომპეტენტური გახდა წელს თუ იგივე მდგომარეობაში ვარ ჩვენ კიდევ ერთხელ ეს მინდა რომ გადაცემის შეჯამება ამით მოვახდინოთ. შეიძლება ვიღაცა უფრო მეტად თუ გვენდობა, მოდით ეს სიტყვა გამოვიყენოთ. გვენდობა და ბევრი გამოაცოცხლა. ანუ გააქტიურდა მოხმარება აზოტისაც, მიწის დამუშავებაც, ახლა ვიღაცა თუ უკმაყოფილო, ვისაც ინვენტარი უნდა და საერთოდ მიწას არ ამუშავებს, ასეთი ფერმერი შეიძლება იყოს, მიწა აწერია და შეიძლება საერთოდ არ სარგებლობს და ინვენტარი უნდა კიდევ ასეთი უკმაყოფილოები ყოფილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პროექტი ცუდი იყო, ან ჩავარდა. წელს ინვენტარი როგორც მოგეხსენებათ, ბარი და ის ყოველწლიურად საყიდველი არ არის და წელს რომ არა ასეთები არის, მაგრამ არის ძირითადი ვინც მიწას ამუშავებს, იმას ინვენტარი კი არა, სჭირდება სასუქები და პესტიციდები, მცენარეთა მოვლის საშუალებები, ისინი არიან პირიქით მადლიერი არიან, ვინც მიწას ამუშავებს. ანუ ფერმერი ერთი სიტყვით რომ თქვა გააქტიურებულია და კმაყოფილია. თავარი ეს არის და გამოშვება ეს პროექტი იმისთვის არ იყო რომ ვიღაცა ბურსმანი იყიდოს და სახლი ააშენოს. თქვენს მუნიციპალიტეტში ესეა ზუსტად რომ არის ბევრი ვის გარკვეული ხალხის ნაწილი, ვისაც რაც ეგრეთ წოდებული შეიცვალა დრო, ბევრს ყურადღებას არ ქონდა მიქცეული თითქმის ბაღისთვის რა მარტო სასუქები შექონდა შეწამლობა აქტიურად არ კეთდებოდა და შარშას მერე უკვე თავიანთი ბაღები გამოსწორების გზაზეა და უკვე აშკარად ემჩნევა ცვლილებები თავის ბაღში. შარშან მაგალითად გასულ წელს მშვენივრად მოვიდა მოსავალი, მაგრამ გასაღების პრობლემა იყო ძნელი და ამით არის კმაყოფილი. ანუ იყო ფერმერები, რომლებიც კმაყოფილი იყვნენ იმ აგროფესების დაცვით. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის კიდევ ერთხელ ამ ინფორმაციას ვერც სამინისტრო და ვერც სხვა დანარჩენი ისე კარგად ვერ მოიტანდა დავუშვათ მაყურებლამდე როგორც თქვენ და მადლობას გიხდით რომ თანამშრომლობთ ჩვენს გადაცემასთან და მზად ხართ მოსახლეობას მიაწოდოთ პირველი ხელიდან ესეთ თქვათ ის ინფორმაცია რაც აინტერესებს გისურვებთ წარმატებებს კარგ sagazapfulo სამუშაოების ჩატარებას რათა შემოდგომა იყოს უკეთესი მთელი ქვეყნის და ჩვენი რეგიონისთვის. დიდი მადლობა. 247-0101 ეს არის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი, სადაც თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და აცნობოთ დაწესებული ზღვარის დარღვევის შესახებ, პესტიციდების ხარისხის შესახებ და ყველა იმ საკითხის შესახებ, რაც პროგრამას უკავშირდება. მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით.